უკანონო შემოსავლები აღიარებულია, თუმცა ივანიშვილის ხელისუფლება ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას არ ჩქარობს. ყოფილი პრემიერი ოცნების სუსში დაკითხეს და მისი აღიარებაც მიიღეს. გავრცელეს ასეულობით 1000 ლარის ღირებულების ძვირფასი ნივთების კადრებიც, რომლებიც ღარიბაშვილისა და სხვა მაღალ ჩინოსნების სახლებიდან ამოიღეს. მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ არ აკავებს ოცნება ირაკლი ღარიბაშვილს. ამ კითხვაზე კონკრეტულ პასუხს არცემს ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე. ფაქტია, რომ არ ჩქარობს სუსიც. რა ხდება რეალურად? ევაჭრება თუ არა თავის ყოფილ ორგზის პრემიერს ბიძინა ივანიშვილი ქონებაზე? ნინი ბალანჩივაძე ვრცლად მოგვიყვება ამ თემის შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართული ბრიფინგის შემდგომ არა თუ ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვები ამოიწურა, არამედ უფრო ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, რატომ გაათავისუფლეს გუშინ ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, მით უმეტეს, როდესაც უწყებამ ჩვენ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მან დაადასტურა უკანონო შემოსავლები და ახლა უკვე საგამოძიებო უწყების მხრიდან ველოდებით რა კვალიფიკაციას მიანიჭებენ სწორედ ამ საქმეს და ახლა ღონისძიების სახით რა იქნება გამოყენებული ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. კითხვები აქვთ ოპოზიციურ პარტიებსაც, იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც წლების განმავლობაში საუბრობდნენ ქართული ოცნების კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით. დღეს კი ამბობენ იმას, რომ ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ღარიბაშვილის კლანს შორის და ეს არის მოჩვენებითი რეალობა, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი ახლა ებრძვის იმ კორუფციას, რომელიც წლების განმავლობაში არის სწორედ ქართულ ოცნებაში და ისინი ელოდებიან კონკრეტულ რეაგირებას და რა თქმა უნდა კითხვის ნიშნები ჩნდება აქ იმასთან მიმართებით, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ გაათავისუფლეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. ამბობენ იმას, რომ უკანონოდ აკავებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს, აქტივისტებს და მაშინ, როდესაც საუბარი არის ამ დონის კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით, დაუშვებელი არის, როდესაც ათავისუფლებენ ყოფილ პრემიერ-მინისტრს სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და ისინი პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ ეს არის მოჩვენებითი რეალობა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან და ამას საერთო ვერანაირად ვერაფერი ვერ ექნება კორუფციასთან ბრძოლასთან. ეს სხვა არაფერია თუ არა კარის თამაშები ბიძინა ივანიშვილის ამ მაფიოზური ბანდის შიგნით. და განსაკუთრებით ცინიკურია, როდესაც საზოგადოებამ იხილა ის, რაც მთელი ამ 13 წლის განმავლობაში გვაქვს არაერთჯერ ნათქვამი ივანიშვილის ამ ბანდის უმაღლესი რანგის წარმომადგენლების მხრიდან ხალხის ბიუჯეტის და ქვეყნის ეკონომიკის ძარცვის დამადასტურებელი ძალიან მცირე იმასთან შედარებით, რასაც აქვს, რა მასშტაბსაც აქვს ადგილი ფაქტები. ირაკლი ღარიბაშვილის არ დაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ რაღაცა სპექტაკლისებრი პროცესი ნამდვილში მიზნად არ აქვს არავითარ შემთხვევაში კორუფციასთან ბრძოლა, რომელიც ენდემური, სისტემური და ორგანული ნაწილი არის ქართული ოცნების მმართველობის სისტემის, არამედ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ერთი კლანის შიდა პარტიული ოცნების ერთი კლანის მეორე კლანზე გამარჯვების პროცესს და ეხლა რაღაცა ინდულგენციებს ყიდულობს ღარიბაშვილი კონკრეტულ თანხებად და კონკრეტულ ქონებად. სავარაუდოდ ამის პარალელურად, ანუ აი ეს გვაქვს ერთი მიდგომა, როდესაც პოლიტიკურ თუ სხვა ტიპის კორუფციაზეა ლაპარაკი და ლაპარაკია ერთ კონკრეტულ პარტიაზე ქართულ ოცნებაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ღია თქვა, რომ ქართული ოცნება მთელი ვერტიკალი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და ყველა ჩართულია კორუფციაში, ძარცვავენ ქართულ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს და მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ჩვენ ხედავთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ არანაირი ასე ვთქვათ ქმედება არ არის. წარმოიდგინეთ რომელიმე ოპოზიციონერს ან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს მსგავსი ან მასთან მიახლოებული შესაძლო დანაშაული რო ჩაედინა, როგორ მოიქცეოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ოპოზიცია დარწმუნებულია იმაშიც, რომ ეს ვაჭრობის მექანიზმი არის ახლა ერთის მხრივ ირაკლი ღარიბაშვილი ევაჭრება სწორედ ბიძინა ივანიშვილს ქონებით და სწორედ აქედან გამომდინარე გუშინ ის გაათავისუფლეს და გამოუშვეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. ამ საკითხთან დაკავშირებით კი კითხვები არის ძალიან ბევრი ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრების მისამართით, იმ პოლიტიკოსების მისამართით, რომლებიც ამ დროის განმავლობაში აქებდნენ და ადიდებდნენ ირაკლი ღარიბაშვილს როგორც პრემიერ-მინისტრს
და როდესაც ჩვენ მათთან მქონდა კითხვები ღარიბაშვილის სავარაუდო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით, მაგალითად ბოლო სკანდალთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება სამთავრობო თვითმფრინავსა და ჩარტერს, ყოველთვის მათი პოზიცია იყო თავდასხმები მედიის წარმომადგენლებზე. ისინი ამბობდნენ, რომ ის რეპორტაჟები, რომლებიც იყო საგამოძიებო რეპორტაჟები მომზადებული ამ თემებთან დაკავშირებით, ყველაფერი იყო ტყუილი და გამოგონილი და ამ თემებთან დაკავშირებით საუბარს თავს არიდებდნენ. დღეს კი ოლიგარქის გუნდის წევრები თავს არიდებენ, ისაუბრონ და რაიმე კომენტარი გააკეთონ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით. ერთადერთი რასაც გვეუბნებიან არის ის, რომ დასანანი არის, ვინაიდან საქმე ეხება მათ თანაგუნდელს, თუმცა დანარჩენ ნაწილთან მიმართებით გვამისამართებენ საგამოძიებო უწყებებისკენ და აკეთებენ განცხადებებს, რომ სწორედ მათი მხრიდან მოვისმენთ საბოლოოდ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით. ამ თემასთან დაკავშირებით მე არ ვაკეთებ არავითარ კომენტარს, ადამიანურად ძალიან დასანანია, რა თქმა უნდა ის რაც ხდება, ზოგადად, რა თქმა უნდა ადამიანური ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ყველანაირი კომენტარის გაკეთებას ვერიდები, იმართეთ შესაბამის უწყებას, გამოძიებასთან დაკავშირებით და ყველაფერზე გაგცემენ პასუხს. მე შემიძლია დაგვირდეთ და ერთ პირობა მოგცეთ, რომ შეგიძლიათ დააგვირდეთ საქართველოს მთავრობის, ნებისმიერ სამთავრობო უწყების, ნებისმიერ საქმიანობას, ნებისმიერ გადაწყვეტილებას და თუ ამოიკითხავთ ამ საქმიანობაში კორუფციის რაიმე ნიშანს, ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა კითხვას გავცეთ პასუხი. ხედავთ, რომ სამართალდაცვი სტრუქტურები არაფერს არ ერიდებიან არც მხილებას, მიუხედავად იმისა, ვინ შეიძლება იყოს ამაში ჩართული, ნახეთ თქვენ მაღალი თანამდებობის პირები, რომლის მიმართაც არსებობს სხვადასხვა საქმე არაფერს არ ერიდებიან, საჭირო არის აქედან გამომდინარე ნდობა ჩვენი სამართალდაცვის სტრუქტურების მიმართ, ისინი თავის დროზე იტყვიან ყველა ინფორმაციას. ელოდება თუ არა ყოფილი ორგზის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებას. ჩვენ ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ მისი ინტერესების დამცველებს. შეიძლება ითქვას, რომ ადვოკატი არაფერს გამორიცხავს, თუმცა გვეუბნება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სახლიდან ოქმი მას აქვს და მან ნახა სწორედ ეს ოქმი და არ არის ამოღებული ძვირფასი ნივთები, მხოლოდ გარკვეულ თანხასთან დაკავშირებით არის საუბარი. ჩვენი ინფორმაციით ეს არის დაახლოებით 6 მილიონი. ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დაიკითხა მოწმის სახით და მან ყველანაირი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, რაც მათთვის საინტერესო იყო, რაც შეეხება თანამშრომლობის ნაწილს, ის განმარტავს, რომ არათუ სხვა პირებთან დაკავშირებით მიაწოდა ღარიბაშვილმა საგამოძიებო უწყებას ინფორმაცია, არამედ იმაზე, რაზეც ჰქონდათ უშუალოდ სუსის მხრიდან კითხვები, სწორედ ღარიბაშვილის მისამართით. ასევე ადვოკატი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ დეტალებთან დაკავშირებით უკვე ღარიბაშვილთან ერთად მომდევნო დღეებში გამართავს ბრიფინგს და ისაუბრებს, რასთან არის საქმე, რა ხდება კონკრეტულად ამ საქმის ირგვლივ, თუმცა როგორც უკვე გითხარით, არც იმას გამორიცხავს, რომ მომდევნო დღეებში მაგალითად დააკავონ სწორედ ყოფილი პრემიერი. დაკავებას არ ელოდება თვითონ? ყველაფერი შეიძლება. შეიძლება რამე გამოვიწყოთ, როცა გეუბნებით, ჯერ არ ვიცით რა რეაგირებას, რა სამართლებრივ შეგასებას მისცემს გამოძიება. არც საათები, არც ოქროს ზოდები, არც თანხა, არაფერი არ ამოუღიათ ირაკლი ღარიბაშვილის სახლიდან? არა, რაც ამოიღეს, ეს არის, რა თქმა უნდა, გარკვეული თანხა და ამ თანხასთან დაკავშირებით ქონდა კითხვები გამოძიებას და უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა. ეს იყო, ამაში იგულისხმება კიდევ თანამშრომლობა და არა იმაში, რომ თანამშრომლობა ვინმეზე რაღაცა ინფორმაციის მიწოდებასთან ამდაგვარ მოქმედება მოიაზრებს. უკანონო შემოსავლები აღიარაო და ანუ აღიარა კორუფციული გარიგებები, რაზეც აქამდე საუბრობდა საზოგადოება, რაზეც სიუჟეტები მომზადებულა? არა, არანაირი კორუფციული გარიგება. მე ისე ვამბობ, რომ დეტალებში არ შევდივარ, თუმცა აი რამოდენიმე წინადადებაში მინდა გითხრათ, არანაირი კორუფციული გარიგება. არანაირი ბიუჯეტის ერთ-ერთ თანხმობასთან დაკავშირებითაც კი არ მიმდინარეობს, არც გამოძიება, არც კითხვები და არც ეჭვები არ არის. ჩვენ გუშინ საგამოძიებო უწყების მხრიდან მოვისმინეთ მორიგი განცხადება, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ შესაძლებელია საგამოძიებო უწყებებს გასვლა უნდოდათ სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელთან, ვინაიდან გუშინ გახდა ცნობილი ინფორმაცია კობა ხუნდაძის დაკავებასთან დაკავშირებით, რომელიც არის გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი. ის წლების განმავლობაში რკინიგზის დეპარტამენტის იურიდიულ სამსახურში მუშაობდა, გუშინვე ჩატარდა სასამართლო პროცესი მასთან მიმართებით და აღკვეთი ღონისძიების სახით მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.